ფინანსო კომპონენტზე ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში. ეს ყველაფერი მოხდება ლიდერ ხალხთა საზოგადოების ეგრით მომზადებულ რუბრიკაში. პირდაპირ ეთერში მინდა მევესალმო მარტინ შათერიშვილს, საზოგადოების დამფუძნებელს, ჩვენს პარტნიორს და თანაწამყვანს გადაცემის დღემშვიდობის ნათია. მადლობა თქვენი დროისთვის და დავაანონსოთ ერთად და წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. წინა სიტყვაში ვახსენე უკვე რომ მისუების სექტორზე ვისაუბრებთ დღეს. კი ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ერთხელ ტელემაყურებელს. დღეს ჩვენს სტუმრად ყავს ორგანიზაცია რომელიც უკვე 25 წელს ითვლის ქართულ ბაზარზე. ბერმელის ხათაშორის არის დღეს სტუმრად ყავს ქალბატონი ნათია ბერმელის მარკეტინგის ხელმძღვანელი და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ბერმელი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მე მგონი რომელიც ყველაზე ძველია, ესე ვთქვათ, თავისი ისტორიით და პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც BDC აკადემიასთან თანამშრომლობდა და თანამშრომლობს დღემდე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მე მათ გადაუხადო ჩვენი კურსდამთავრებული მსმენელები, მათთან სტაჟირებას გადიან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, შემდგომ ისინი საქმდებიან ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და აღსანიშნავია ის, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მომსახურებები აქვს მოსახლეობისთვის და მათ შორის ემიგრანტებისთვის და ალბათ უკეთ გაგვაცნობს ქალბატონი ნათია მომსახურების შესახებ, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს ქართულ ბაზარზე. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ, პირველ რიგში მადლობას გიხდით, ქალბატონ ნათიას მადლობას ვუხდი. ბერმელი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც უკვე როგორც ახსენეთ 25 წელი არის ქართულ ბაზარზე. ერთ-ერთი სანდო ქართული ბრენდია, უკვე ეს ბრენდად ქცეული კომპანია არის. ჩვენთვის წლების განმავლობაში მუშაობდით იმისათვის, რომ ბევრი ადამიანისთვის გაგვეხსნა შესაძლებლობა, რომ მათი სურვილების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსი გამოგვეყო და დაგვეფინანსებინა მათი იდეები. ბერმელი საქმიანობა მოიცავს სასესხო პროდუქტებს, მათ შორის სამომხმარებლოს, იპოთეკური პროდუქტები გვაქვს, მათ შორის სარემონტო მიზნითაც, ასევე სხვადასხვა გვაქვს ემიგრანტების ცესხი, მათთვის სპეციალური პირობით სარგებლობენ ჩვენთან ემიგრანტები, 70%-ს ვაფინანსებთ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე. გვაქვს ასევე ბიზნეს და აგროცესხები, გვაქვს ავტოცესხი, დავნერგეთ ავტოლიზინგი, რომელიც საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს ახლა და ეს პროდუქტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გვაქვს ასევე სტუდენტური სესხიც, რომელთაც საკმაოდ წარმატებულად სარგებლობს არაერთი სტუდენტი. ჩვენთვის ძირითადი პრიორიტეტია თითოეული ადამიანის საჭიროების გამონახვა. ჩვენ ვუყურებთ ინდივიდუალურად ვუდგებით ამ ხალხს, ინდივიდუალურ მოქნილ პირობებს ხავაზობთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის სურვილი, რათა პრიორიტეტში ვაყენებთ ადამიანს და არა ფინანსებს ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენთვის რეალური мотиваცია არის მათი დახმარება. კი ბატონო, ანუ ძალიან კარგი სექტორალური სეგმენტური ნაწილი, ანუ რაც დაგმაყოფილებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ანუ თქვენს პრიზმაში ეს ყველაფერი არის დაცული და ძალიან კარგი. ცოტა ის კითხვა მინდა დაგიშვათ, ახლა აი ხშირად არის ხოლმე აქცენტი აი საკანონმდებლო კუთხითაც, რომ აი გარკვეულწილად სერვისების ნაწილში მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუციებთან არ შედიხართ კონკურენციაში და ახლა ბანკები მაინც სხვა მემართულებით არიან, მაგრამ მაინც ჩდება ხოლმე კითხვა, რომ აი ბანკებს მაინც აქვთ SME და მიკრო ნაწილში ზუსტად ის დატვირთვა და პორტფელი, რაც მიკროსაფინანსო კომპანიებს და ორგანიზაციებს გააჩნიათ. ანუ აი თქვენ პრიზმაში როგორ იტყოდით, ანუ მოდის მაინც კონკურენციაში გარკვეული სეგმენტები. ნახეთ, ჩვენი არაპირდაპირი კონკურენტები არიან, რა თქმა უნდა. პირდაპირი კონკურენტები ესენი არიან. მაგრამ ჩვენთან რა უპირატესობასაც მომხმარებელი ნახულობს, ეს არის ნებისმიერი შემოსავლით განვიხილავთ, ოღონდ რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის რეგულაციებს უქმდებარებით და შესაბამისად ეს 25 წლიანი გზა მარტივი არ ყოფილა, იმიტომ რომ არაერთი დაბრკოლება შეგვხვდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გარკვეული რეგულაციები შემოიღო, ბერმელს შექმნა ერთი ბარიერი, მაგრამ 25 წელს განმავლობაში შევძელით ეს ბარიერი შესაძლებლად რეგულაცია. ანუ ეს არის დაკრედიტების პირობების შეცვლა, ჩვენ რაღაცები შეგვესყუდა მაგალითად ფინანსურ სექტორში, რასაც დღესდღეობით როგორც ახსენეთ ბანკი აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ეს ბარიერი ვაქციეთ შესაძლებლობად, განვავითარეთ, დავნერგეთ ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიებით, შევიტანეთ მომსახურებაში ონლაინ მომსახურება, ანუ რაღაც გარკვეულ სეგმენტებში და მომხმარებას გაუიოლეთ, ასე ვთქვათ, ცეცხლის
აღების პროცედურა. რაც შეეხება ჩვენ გავცემთ როგორც დადასტურებულ შემოსავლით, ასევე დაუდასტურებელი შემოსავლითაც, ესეც ძალიან დიდი პლუსი აქვს სხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში და აი მაგალითად თუ ადამიანი არის თვითდასაქმებული ტაქსისტი, რეპეტიტორი, ჩვენ ამ ადამიანებსაც ვაძლევთ ცესხს. და რა იყო დასაბუთება ამ შემთხვევაში განკარგვადი სახსრების და ბრუნვების ჩვენება ამ შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ აი ეროვნული ბანკის რეგულაციები ახსენეთ, აი ბოლო წლებში მიღებული რეგულაციების ჭრილში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, როდესაც ფინანსური ინსტიტუცია, მნიშვნელობა არ აქვს, ბანკი იქნება თუ მიკროსაფინანსო იქნება, კონკრეტული დასაბუთების შემდეგ გასცემს კონტრიბუციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პრიზმაში. აი ნათია, ეხლა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვით იმ ნაწილს, რომ რეალურად ეხლა თქვენი საზოგადოებაც აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეებით შეივსო, რომელიც კიდევ ერთხელ, ანუ ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ აი მათ შორის ფინანსური განათლების, ფინანსური მოწყვლადობის და რეალურად ფინანსური რესურსების მიღებაზე ძალიან აქტიურად იმუშავებს და მათ შორის ერთგვარად ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს იგივე საზოგადოებაში ფანდრაიზინგთან დაკავშირებულ კომპონენტებში. მით უმეტეს, როდესაც მიკროსაფინანსო წარმოდგენილია დაახლოებით რამდენი ფილიალი გაქვს შეცდომაში არ შევეყოთ 25 მახსოვდა კი და მათ შორის 5 ფილიალი არის ქუთაისში თუ არ ვცდები. კი საკმაოდ ესე ვთქვათ ბევრი ფილიალი აქვს და მე ვფიქრობ რომ არ არის მარტივი 25 წელი შეინარჩუნო ბაზარზე. ოდნავ მით უმეტეს როდესაც ეს კონკურენციაზე ვისაუბრეთ. ჩვენ ამხელა კონკურენცია არის. 25 წელი ბაზარზე ეს მაღლა არ არის სახუმარო მაჩვენებელი. ისე სხვათა შორის ეხა ნახევრად ხუმრობით მაგრამ არაფერი სახუმარო აქ არ არის. ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკვე მიკრობანკად გარდაქმნის გზას დაადგა, კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო MBC-ს და Crystals და მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი წარმატებული პორტფელის ჩვენების შემთხვევაში არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წელიწადში მოგილოცოთ თქვენს, თუნდაც იმ მიკრობანკად გარდაქმნის თემა, იმიტომ რომ ძალიან მოქნილია ასევე ეს კანონიც, საბოლოო ჯამში კანონი მიკრობანკინგის შესახებ და აი ამ კუთხით ისე სხვათა შორის ახლა ცოტა იუმორისტულ ჭრილში, ლირიკულ ჭრილში გამომივიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამხუმარო არაფერი არ არის, პირიქით დღეს არის ეს შესაძლებლობა. ფიქრობთ, რომ ახლო მომავალში შეიძლება დაადგეთ ამ გზას? რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ძირითადი მიზეზია. მიზანი ამ მიზნისკენ მივისწრაფით მთელი ჩვენი არსებით. ჩვენთვის აი როგორც წეგამახსენი არა მხოლოდ ციფრები, არამედ ადამიანის კმაყოფილება ნომერ პირველი. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი ძალიან ბევრ ადამიანს უდგას მხარში. მიკრობანკად წოდების მინიჭება ზუსტად ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომ ბიზნესის ხები გავწეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და ამას ყოველთვის პირველ ადგილს ვაყენებთ, რადგან ნებისმიერი იდეა, რომელიც ადამიანს აქვს საფუძვლიანად, ჩვენ განვიხილავთ, ხარში ვუდგებით და მის სურვილების რეალიზაციისათვის აუცილებლად გამოყოფთ ფინანსურ ხარდაჭერას, რისთვისაც არა მარტო ჩვენი ფინანსური ზრდის მაჩვენებელი დგება, არამედ კმაყოფილი მომხმარებელი. ანუ იღებს დეპოზიტებს. არა, ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს დეპოზიტები, ესეც გარკვეულად ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც გამკაცრდა რაღაც კანონმდებლობები, წეგან რო ვახსენე, აი იმ დროიდან უკვე ჩვენ აღარ გავცემთ დეპოზიტებს. ნუ ფაქტია, საჭირო მომსახურება აქვთ და ფაქტია, რომ მიმღებლობაც აქვთ ადამიანებს და ნდობით არიან გამსჭვალულები. თქვენს მიმართ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაუძლებთ 25 წელი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეულ მომხმარებელს. ანუ ეს არ არის რაღაც შაბლონური განკარგულება, რომ ყველა მომხმარებლისთვის ერთი და იგივე პირობები იყოს, ასე სხვა არა. თითოეულ მომხმარებელს, თითოეული ჩვენი სპეციალისტი, ცეცხლის ოფიცერი განიხილავს ინდივიდუალურად, მათ შემოსავლებზე მორგებულ პირობებს, მოქნე გადახდეს გრაფიკებს თავაზობს, საპროცენტო განაკვეთის ასევე ინდივიდუალური არის, ანუ არ არის ფიქსირებული, ჩვენ ვამბობთ, საიდან არის ეს მაგალითად ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მათი შემოსავლებიდან გამომდინარე, მათი საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე, დგინდება საბოლოოდ ერთი კონკრეტული პროცენტი ინდივიდუალურად იმ კონკრეტული მომხმარებლისათვის. შესაბამისად, როდესაც ასე ინდივიდუალურად უდგებით თითოეულ მომხმარებელს, ყველა კმაყოფილია და რაც მეტი კმაყოფილი მომხმარებელი გვეყოლება, მით მეტი დიდი წარმატება. ფიქრობ, ემიგრანტებისთვისაც საკმაოდ დიდი ხელშეწყობა 30%-ის მხოლოდ დაფინანსება, თანადაფინანსება და დანარჩენი. თქმა უნდა, ემიგრანტებისთვის ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ყურადღებას ვაქცევთ ამ მიმართულებას და ვანვითარებთ, იმიტომ რომ საკმაოდ მოთხოვნაც გაიზარდა. ემიგრანტებს თუ საიდუმლო არის, რომელი ქვეყნებიდან გაქვთ უმეტესწილად მოთხოვნა? უმეტესწილად მოთხოვნა, ახლა მე ძირითადად სტატისტიკას შემიძლია გითხრათ სოციალური ქსელებიდან. არა, ქვეყნები კი, აი ქვეყნები მან ანალიტიკას ვაკეთებ, შესაბამისად არის დიდი რაოდენობით ევროკავშირი, გერმანია და საბერძნეთი.
ნუ ლოგიკურიც არის. ხო, ნუ ძალიან საინტერესო თემა არის. მე ვერ ვფიქრობ, რომ აი რეალურად ეს მიკროსაფინანსოების თემა და ძალიან კარგი მატება გაქვს თქვენ რეალურად ამ მიმართულებით საზოგადოებაში. მაგრამ მინდა მოგილოცოთ ეს ამბავი. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ თქვენ და მალე მენახოს თქვენი ორგანიზაცია მიკრობანკინგის გზაზე. ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო სტუმრისთვის როგორც ყოველთვის.